კიევის ბევრი მაცხოვრებელი კვირას აღელვებული იყო უკრაინაში მოსკოვის სამხედრო კამპანიის დასრულების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების გამო. ოთხშაბათს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ შესაბამის წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ დაეწყოთ მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც უკრაინის ლიდერებსა და მოსახლეობაში გააჩინა უკმაყოფილების გრძნობა, რომ დისკუსიები მათი ქვეყნის მომავალზე მათ გარშემო შეიმართება. ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, დიახ, ვისურვებდი, რომ ახლავე დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, თუმცა რამდენად შესაძლებელია, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი. მე მაქვს ამის რწმენა და იმედი. ფიქრობ, ყველას სურს, რომ ეს ასე მოხდეს. 71 წლის ლიდია ოდინცოვამ, რომელიც კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეხვდა, განაცხადა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ახლა უსამართლობად ჩაითვლება. მე მჯერა, რომ უკრაინისთვის უნდა იყოს სამართლიანობა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ჩვენს დამარცხებად მიმაჩნია. ამდენი ხანია განადგურებულები ვართ. რამდენი გმირი დაიღუპა. როგორ იქნება შერიგება? ვისთან შერიგება? არა, ასე არ უნდა იყოს. სოფლი უნდა ჩაერიოს. ერთ-ერთი მოქალაქე ვალერი სემენი ამბობს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები პუტინთან საბოლოო ჯამში მსოფლიო ომს გამოიწვევს. ეს მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს. სხვა ვერაფერს ვიტყვი ამ მოლაპარაკებებზე. ჩვენ ომში ვართ, გასაგებია, მაგრამ საწყალი ევროპა. ფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიო ომისკენ. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს აგრესორს სახე შეუნარჩუნოს. ტრამპის განცხადებამ დიდი დიპლომატიური მღელვარება შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს წყალგამყოფი მომენტი უკრაინისა და ევროპისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს, რომელშიც არ იქნება ჩართული მისი ქვეყანა. ევროპულმა მთავრობებმაც მოითხოვეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.